ეს არის მე და პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის მიმოწერა WhatsApp-ზე. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აქვს საუბარი მაქვს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რაც სახელმწიფოსთვის ცნობილია და დიდი ალბათობით თვითონ სახელმწიფოა თანამონაწილე ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში და აი იხილეთ ის ახლა გაჩვენებთ ყველაფერს ერთი წამი აი პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი მისი ნომერია ესე იგი 5778888 ეს იმისათვის რომ წარმოდგენისთვის რომ ამ ნომერზეა კონკრეტულად ესე იგი პროკურორი წერს აიღე YouTube-დან ვიდეო და მისკრინავს ამ ვიდეოს ეს ვიდეო არის ანუ მორესკურტ ჩემი YouTube არხია ესე იგი 4 ნახვა 1 საათის წინ დადებული იმ მომენტისათვის ეს ხდება ანუ 11 ნახეთ 11 ივნის აი ეს ვიდეო აგერ დადებული 11 ივნისი 2026 წელი ნახვა 7:47 მაგრამ ნახეთ ვიღაცა რაღაცაში აქ საუბარია ეგრე კუსრაშვილი ხათუნა კუსრაშვილი პროკურორი აგერ იდენტიფიცირებას ვახდენ სურათით მაგრამ ესაა სატელეფონო საუბარი კი ბატონო დაუბრუნდეთ თემას შეხედეთ ახლა ანუ წერს აიღეთ YouTube-დან ვიდეო და მიგზავნით ანუ რატო უნდა ავიღო ახლა გაძლევთ გაფრთხილებას აიღოთ ვიდეო ანუ გაფრთხილება მომცა მაგრამ არანაირი ვალდებულება არ მაკისრია რომ ჩემი საუბრები პროკურორთან სახელმწიფო მოხელესთან საქმესთან დაკავშირებით ავიღო პატრიცემულო რას მაფრთხილებთ ვერ გავიგე მე ვიყენებ ჩემს უფლებას სახელმწიფო მოხელესთან საუბრების ჩანაწერი მივმართე ხელისუფლების წარმომადგენლებს და რას მაფრთხილებთ, რას ნიშნავს ავიღო? მე არაფერს არ ავიღებ მანდედან. თქვენი დანაშაულებრივი, კორუფციული და საერთაშორისო დანაშაულის გადაფარვის შესახებ ინფორმაცია ვაცნობე ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც პარლამენტს, ისე პროკურატურას და ასე შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს. აი ეს სწრაფად ხდება, როცა მოკლე დროშია, ეს სწრაფად ხდება, ჩემს წინააღმდეგ როცა ხდება მუქარა, აი ეს სწრაფად ხდება რეაგირება. მე დანაშაული არ ჩამიდენია თუ დანაშაული მაქვს ჩადენილი შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურებს ეს ერთი და მეორე აქეთ ჩემი მიზანია მე ვცდილობ რომ საერთაშორისო დანაშაული აღიკვეთოს და გამოძიებამ თქვენის ჩათვლით პროკურატურამ დადოს თავისი ის რა ქვია შედეგი რა რეაგირება მოახდინა და თქვენ ამას მალავთ პატრიცემულო მოხდა საერთაშორისო დანაშაული ესე იგი პროკურორი კვლავ წერს არ გაქვთ უფლება არ გაგიფრთხილებილვართ ანუ მე არ გამეფრთხილებია თითქოს ჩემი ფოტო მასალა და აუდიო აიღეთ გაფრთხილებთ აუცილებლად მიმართავ სასამართლოს ეხლა ნახეთ პროკურორი როგორც მოგეხსენებათ არის საჯარო მოხელე და ნახეთ პროკურორის ერთი წუთით Polynovel MBS2 ესე იგი აი ეს ფოტო ხო ხედავთ არა ფოტო და აუდიო ჩანაწერი ამ ფოტოს ქვეშ. მაგრამ ნახეთ ხათუნა კუსრაშვილი, პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი. აი ნახეთ, ეს არის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილი, საქართველოს პროკურატურა. აქაც პროკურორ ხათუნა კუსრაშვილი, საქართველოს პროკურატურა. ანუ საჯარო მოხელეა ეს ადამიანი, მისი სახელი და გვარი საჯაროა, აგერ წერია, ასე რომ მე არაფერი მის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ გამიმჟღავნებია, ანუ საჯარო მოხელე, ვინც ცნობილია საჯაროდ, საჯარო მოხელეა, მისი ფოტოსურათი, რაც საჯაროდ ცდებს და მისი სახელი გვარი და თანამდებობა გავასაჯაროვე, რასაც გავასაჯაროვე, ანუ დაურთე საუბარს, რომ იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომ კონკრეტულად ამ პროკურორს ვესაუბრები და არა სხვას. ათიცემო თქვენ მე მითხარით რომ ჩაიწერე რო იწერ მე გაგაფრთხილეთ რომ ვიწერდი ისიც მითხარით რომ
ციტრო წინასწარო ვიწერდი, რომცა რიცოდეთ კიდე მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩემს საუბარს ვასაჯაროებ მე სახელმწიფო მოხელესთან, პატივცემულო, ეს ერთი, მეორე კიდე მე დანაშაულს არ ჩავდივარ. მე მეშინია თქვენი, ხართ არაპროგნოზირებადი, ეს ერთი, უკანონოდ მოქმედი წარმომადგენელი სახელმწიფოსი, მე არ ვიცი თქვენ რას იკადრებთ და ყველაფერს კადრობთ, აგერ პირდაპირ მაბრალებთ, თითქოს და ტრანზაქცია მე განვახორციელე, რასაც კომპანია სიტყვიერად ადასტურებს. ხოლო მე იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე კორუფციულ გარიგებაში ვარ კომპანიასთან და საერთაშორისო დანაშაულს მალავთ. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეგ ყველაზე უმძიმესი დანაშაული სახელმწიფო მოხელის მხრიდან. საერთაშორისო დანაშაულის ფაქტი დევს და თქვენ რეაგირებას არ აღდეთ მალავთ და აქეთ მე მენუქრებით. კარგით რა, რაღაცას ხო აქვს თავისი ლოგიკური ახსნა და რაღაცა, ხო? არ შეიძლება ეგრე და ახლა მეუბნებით მომდიო აიღეგინათ. აი ხა ეს ამებსაც ვსკრინავ ყველაფერს, რა ვიცი. პატივცემულო, ვისაც გნებავთ, მიმართეთ, მე ამით მივმართავ შესაბამის სახელმწიფო მოხელეებს. პროკურატურა აგერ წაიკითხეთ მაშინ რომ სკრინავთ აქ პროკურატურა აგერ ის რა ქვია იუსტიციის სამინისტრო პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები პატივცემულო ყველა მყავს მონიშნული სახელმწიფო მოხელეები რომ ადამიანი სახელმწიფო მოხელე პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი გახდა არაადეკვატური და ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას ესაა ჩვენ შიშის განცდა დამიტოვეთ უკვე მერვე თვეა ამ ესეთ შიში ყავართ პატივცემულო გამძარცვეთ კრიპტოვალუტები გადაიტანეს სადღაც სხვა სოფლიოს სხვა ქვეყნის რაღაც პლატფორმაზე და რეაგირებას არ ახდენთ და პირიქით დამნაშავეს დაკავების ნაცვლად მე დაზარალებულს მაშანტაჟებთ თქვენ და გამომძიებელი და რეებს აღარ კადრულობთ ხან უწყებას მიგზავნით მოდიო დაზარალებული როცა მოვდივარ მე რაღაცებს თხზავთ იგონებთ რაღაცებს და ასე შემდეგ აგრძელებთ და ეგრე არ შეიძლება რა საერთაშორისო დანაშაული მოხდა გადავიდა მე არ ვიცი შეიძლება ჩემი სახელით გადაგზავნეს ტერორისტულ ორგანიზაციაში, ანუ უკრაინის, ანუ რომელიღაც ომი დააფინანსეს, მე ხო არ ვიცი, არა, სად გადაგზავნეს. ან პედოფილიური ორგანიზაციები დააფინანსეს, ან ნარკოტიკები და ადამიანთ ვაჭრობაში გამოიყენეს ეგ ჩემი ფული $8,000. ჩემი ფულია. მე გაგაფრთხილეთ მე თქვენ. გაგაფრთხილეთ და კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ. დადეთ შედეგი. 8 თვე გავიდა 30 რიცხვი, გახდება 8 თვე. მე თავს გავწირავ, აი ეს არ დაუღუნავ თავს. მე 20 წელი ციხეში მაყურყუდეს, სწორედ ჩემი პრინციპების გამო. ჩემს პრინციპებს არ უღალატებ. 49 წლისა ვარ, არ მიღალატია, არც ახლა შეუშინდები, მიუხედავად იმისა, მეშინია მართალია თქვენი, მაგრამ არ შეუშინდები ბოლომდე მივიყვან საქმეს. ყველას გავაგებინე. უკვე ბევრმა გაიგო და კიდე ბევრი გაიგებს. შევქმენი ჩვეულებრივი Google Drive და მთელი პროკურატურა, მთელი გენინსპექცია, ყველას აქვს წვდომა. თან განახლებადია Google Drive-ში, რასაც დავდებ, ყველაფერს ხედავ, მთელი აი ეს საქმის გარემოებები, ყველაფერი ღია პროკურატურისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის, რო იცოდეთ რა. და თქვენც გადმოგცემთ აუცილებლად, თქვენც გადმოგიგზავნით ახლა ცოტა ხანში. ესე იგი, აგერ YouTube-ზე დადების ნებართვა არ მომიცია, პროკურორი აღნიშნავს, ანუ წერს. შევხვდებით სასამართლოში. აგერ პასუხი რა უფლებით აზიარებთ ჩემს გამოსახულებას და ჩემს ჩანაწერს. ესე იგი, პროკურორმა უნდა იცოდეს, რომ თავისი სურათი ან სახელი გვარი და თანამდებობა გამოყენებული არ მაქვს კომერციული საქმიანობისთვის, ეს ერთი. მეორე საავტორო უფლებების დაცვა არაა საჭირო პროკურორის საჯარო მოხელის ის რა ქვია ფოტოსურათი და იდენტიფიცირება რომ მოახდინო ხმასთან თუნდაც მით უმეტეს ხმაც მისი ჩანაწერია და ბოლოს გაჩვენებთ თუ რატოა ესე გამწარებული რა ფაქტი მაქვს დაჭერილი და რატოა გაგიჟებული და რატო ითხოვს ესე დაჟინებით გინდა თუ არა აიღე ჩემი ხმოვანი ჩანაწერიო და ჩემი ფოტოსურათიო ბოლოს გეტყვით მაგასაც აქ კიდე მიჩივლა YouTube ადმინისტრაციაშიც აქ მაქვს მე აგერაი ესე იგი აგერაი ინგლისურად ამერე გადაგითარგმნით მარტივად ქართულად ეს აღებას რომ თხოვს მეც რომ მივწერე YouTube არხს ეს ყველაფერი აგერ მაქვს ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად და პასუხიც მივწერე თუ რას ცდილობს პროკურორი. კაი გავაგრძელოთ ესე იგი ჩემს ჩანაწერს ესე იგი აიღეთ კი ბატონო. და კიდევ ერთი ესე იგი რატო დავდე რო გითხრათ ესე იგი მე დავდე როგორც Facebook-ზე ისე დავდე ჩემს სახელზე
რეგისტრირებულ YouTube არხზე. იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვწერ საჩივრებს თქვენ და გამომძიებლის შესახებ და ზოგადად ამ გამოძიებ ჩემზე დევნის შესახებ და ესე შევიწროებით და დაშანტაჟებით, მით უმეტეს როცა ვარ დაზარალებული, გესმით, რასაც ვწერ, ყველაფერი მოდის თქვენთან და ინახება თქვენთან. ანუ პირდაპირ წვდომა გაქვთ, ესე იგი, კანცელარიის თანამშრომელთან, ეს მთავარი პროკურატურის და გიგზავნიან პირადად თქვენ, პატივცემულო. რაც კიდევ ვითხე გიმეორებთ, რაც ჩანაწერში არის აღნიშნული, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტი პატივცემულო. გითხარით, აცილებული ხართ საქმიდან, დისტანცირებული ხართ უკვე 3 თვეა პატივცემულო. 3 თვეა ჩემთან ზარი არ დაგირეკიათ და ეს ზარი არ განგიხორცელებიათ და არ გითქვიათ საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რა ეტაპზეა და ეხლა დარეკვის დროს მეუბნებით, რომ თითქოს და ტრანზაქცია მე განვახორციელე ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორის მეშვეობით, რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ გამოყენებული არა ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორი, მხოლოდ არის ერთი ფაქტორი გამოყენებული, ისაც Google ავთენტიფიკატორი, რაც შეეხება ორფაქტორიანი ნიშნავს პარალელურად SMS-იც რო იყოს გამოყენებული ტელეფონის. ანუ რაც იდენტიფიცირებას ახდენს მომხმარებლის და ესე იგი მომხმარებლის გარეშე მოხდა ეს რა ქვია ტრანზაქცია Google ავთენტიფიკატორით ეს ხო ზღაპარია და აბსურდია და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ცდილობთ ესე რაღაცა დამაბრალოთ, იმას ქნათ, საქმე დაამახინჯოთ, გამოძიება არ წარმართოთ და მიჩქმალოთ და დამნაშავეები გარიგებაში შეხვიდეთ და პლუს ამას საერთაშორისო დანაშაული დავალოთ. ყველაზე მეძიმე ბრალდება აი ესა, რო იცოდეთ რა თქვენს მიმართ. ესე იგი პროკურორი აგრძელებს კვლავ დაჟინებით, ესე იგი იქ დაამტკიცებთ, რომ კანონიერად იქცევით, ანუ მხედველობაში აქვს, ანუ სასამართლო. მე მოგიწოდებთ ნებაყოფლობით აიღოთ, თქვენ არ იღებთ. ესა ფაქტი. რაც შეეხება თქვენი გამოსახულება პატივცემულო, თქვენ ხართ საჯარო მოხელე პატივცემულო, თქვენი დეკლარაციაც უნდა იდოს საჯარო სივრცეში, რაც არ დევს, ეს დანაშაულია რომ ალავთ, ეს ერთი, მეორე თქვენი პიროვნება იდენტიფიცირება მხოლოდ ხდება საჯარო სივრცეში, ისიც თქვენი ვიდეოების მეშვეობით, უпростоრად პროკურატურის ვიდეოების მეშვეობით. მე არ ამიღია თქვენი არც პირად სივრციდან, ესა ვიღე საჯარო სივრციდან, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება, კონკრეტულად თუ რომელი პროკურორი მესაუბრებოდა და ჩადიოდა ჩემთან, ვინც მაშანტაჟებდა, ანუ მაშანტაჟებს და ანუ იდენტიფიცირება რომ მოხდარიყო ხმა გამოსახულებასთან, ანუ რეალური პიროვნება რომ დამდგარიყო. იქნებ თქვათ, რომ ეგ თქვენი საუბრები არაა და ეს რა ქვია, სურათი თქვენია. იქნებ თქვენ მაგასაც იკადრებთ ალბათ და მე ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვთ. კი ბატონო, ექსპერტიზა თქვენია და მთელი სახელმწიფო თქვენია და კი ბატონო, გადამიარეთ, მე გადმომიარეთ, მე კიდე გადამიარეთ, გადმომიარეთ. 18 წელი ხომ აყურყუდეთ მრავალ ციხეში, ხო, არარსებულ დანაშაულობებზე. ეხლაც გზახსნილი გაქვთ, აბა დამიჭირეთ. დამიჭირეთ და მიდით. აბა მიდით. ფული დააბრუნეთ ჩემი $8,000 და კიდე ზემოდან დაამატეთ ის საკომპენსაციოდ, რაც მეკუთვნის. მე ვითხოვ $30,000 კიდე ზემოდან, რო იცოდეთ. ასე კომპანიისგან და გირჩევთ დადოთ შედეგი. შედეგი დადოთ. გაფრთხილებთ, დადოთ შედეგი. ყველა გაიგებს, ყველას ურეკავ, რომ საერთაშორისო დანაშაულის დაფარვაში ხართ მონაწილე. რო იცოდეთ. პატივცემულო, არ მაქვს ვალდებულება ჩემი საუბრები ავიღო. ჩემი საუბრები სახელმწიფო მოხელესთან არ მაქვს ვალდებულება. ეს არაერთხელ გავაკეთე, იცით თქვენ, ამის წინათაც 8 თვის უკან, 8 ესე იგი 4-6 თვის უკან რომ მემუქრებოდით სტატუსის მოხსნით და დაპატიმრებით, გახსოვთ? თქვენ ხო იცი ვინ ხართ? თქვენ ხართ იმ საქმის მწარმოებელი ორგანო, რომელმაც სტატუსი მომცა დაზარალებულის. შემდეგ კი დაიწყო ჩემზე მუქარები. რატომ? იმიტომ რომ მე დავწერე წერილები და თქვენ რომ ალავდით და სტატუსს არ მაძლევდით, იქიდან გამომდინარე, მე თავიდანვე შეთანხმებულები იყავით. იცით რა ხდება, გესმით? იცით და არ მოგცემთ მე მაგის საშუალებას. არ მოგცემთ უფლებას, რომ მე გამომძალოთ ფული $8,000. დააბრუნეთ ის $8,000. გეუბნებით მე თქვენ, გეუბნებთ სახელმწიფოს სახელით, ნუ სპეკულირებთ და ბოროტად მიიყენებთ. პატივცემულო, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, რა თქმა უნდა, ნუ მემუქრებით, ვიცი რომ სასამართლო თქვენ ხელშია, ნუ მემუქრებით პატივცემულო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მე რო არაკანონიერად ვიქცეოდე, მე არასოდეს მოგცეულ ვარ არაკანონიერად, არასოდეს. აგერ ფაქტი დავდე, რა დავდე, რატო გაწუხებთ პატივცემულო? თუ რამე ცუდი არ გააკეთეთ, რატო გაწუხებთ?
ანუ რა გავაკეთე ისეთი მე, ხო? ჩვენი საუბარი, ჩვენ შორის, მე და სახელმწიფო შორის საუბარი სამართლებრივ საკითხებზე და საერთაშორისო დანაშაულზე და კორუფციულ გარიგებაზე ვისაუბრეთ და დავდე საჯაროდ იქიდან გამომდინარე, რომ შემეშინდა თქვენი. ხართ არაადეკვატური პატივცემულო სახელმწიფოს სახელს იყენებთ ბოროტად, ანუ ძალაუფლებას იყენებთ ბოროტად. გესმით, შემეშინდა, გესმით და მიუმართე სწრაფი იმით ახლა საჩივრების წერას ხო არ დავიწყებდი. უცბად დავწერე ტექსტი, დაურთე ეს თქვენი სურათიც და აუდიო ჩანაწერიც და მიმართე შესაბამის სამსახურებს. მათ შორის მთავარ პროკურატურას, პარლამენტს და ასე შემდეგ, ვინც არიანაც საკვანძო უშროების სამსახურებს, აი ეს უსაფრთხოების სახელმწიფო და აუდიტის სამსახური დამავიდა ნუ მაგასაც გავაკეთებ კიდე ჩავამატებ. დიახ, ანუ სულ ეს იყო პატივცემულო და ვერ გავიგე ისე მეუბნებით რომ დაიღეო, რატო ავიღო? მითხარით რატო ავიღო და ავიღებ. საფუძვლიანი ის მითხარით, რატო ავიღო? ესე იგი ადამიანი ამბობს, ნახეთ, მე მაყენებს რეპუტაციულ ზიანს, კი, მაგრამ აკა თუ დააშავე, ესე იგი პოლიციელებმა როცემეს გოლში ბიჭები და აგერ სულ მაგირო ტრიალებს, ესე იგი და იმან რო დაუწყოს პოლიციელმა ჯგუფი და მოთხოვს ანუ პოლიციელმა დანაშაულში მონაწილე პოლიციელებმა რომ აიღე ვიდეო, შენ როგორ გაასაჯაროვეო, აიღე რეპუტაციულ ზიანს, მაგ ზუსტად ანალოგიური, ამათ წარმოიდგინე რა დონის ხალხია რა. ეს მაყენებს რეპუტაციულ ზიანს. არ დაგეშავებინა შეკაი ადამიანო და შენ თავს შენაყენებ რეპუტაციულ ზიანს და შენაყენებ ზოგადად სახელმწიფოს და პროკურატურას რეპუტაციულ ზიანს და არა მე. და მაგას ვნახავთ ბოლოში, რასაც ვიწერ და რაზეც არის ახლა ეს პროკურორი ხათუნა კუცრაშვილი გამწარებული. აი ჩანაწერს ბოლოს მოგასმენინებთ, ესე იგი საუბარი არ გესმით, გადაწყვეტ სასამართლო. რა თქმა უნდა, პატივცემულო, იმიტომ გესაუბრებით ხმოვანებით და არ წერ რაღაც ტექნიკური შეცდომები არ მომივიდეს, იმიტომ გესაუბრებით ხმოვანებით, რომ თქვენთვისაც რომ შესაძლებელი იყოს, მე სპეციალად ვსაუბრობ ხმოვანებით, რომ გაგიადვილდეთ პატივცემულო, წარადგინეთ, რა თქმა უნდა, არ წავშლი, სულელი ხო არა ვარ წავშალო, ყველაფერს ვიწერ ირგვლივ, მით უმეტეს, როცა მე უკანონოდ მეხება სახელმწიფო. ყველა დოკუმენტი მაქვს, ესა დევნა პირდაპირ. დევნა ადამიანთან წლების განმავლობაში. და ახლა ეკონომიკურად, ფინანსურად დამაზარალეთ და გახვედით იმ ყველაფერს რო თავი დავანებოთ საერთაშორისო დანაშაულს ხელსაფარებთ. რა უბედურობაა. და მე აქეთ მეუბნებით რომ კურტანიძე შენ გააკეთე ტრანზაქციაო ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორით და თქვენ ხო იცით რომ ეს არ მომხდარა? თქვენ ხო დარწმუნებული ხართ რომ ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორი გამოყენებული არა? მხოლოდ იყო Google ავთენტიფიკატორი, ამას ქვია ერთფაქტორიანი ავთენტიფიკატორი, ვერ გამოიყენებ Google ავთენტიფიკატორს თუ არ მოახდინე გენერირება და ბმა არ მოახდინე მომხმარებელთან, ანუ პირის იდენტიფიცირება თუ არ მოახდინე რაიმეზე, ვერ გააკეთებ. და ისე მოხდა რომ თითქოს მე ჩემზე ერთფაქტორიანია გამოყენებული, როგორც გენერირება მოხდა Google ავთენტიფიკატორის SMS კოდის გარეშე, ანუ ტელეფონზე, ისე თეთრ სიაში დამატება ჩემი ფულის იმის გარეშე მოხდა. თან კიდე საეჭვო ისაა რომ პროგრამა არ უშვებდა, მაგრამ მე იძულებით გაუშვეს იქ რაღაცები, აი რაც თქვენი ლაპარაკი ყველაფერი წინააღმდეგ და პლუს ტრანზაქცია მოხდა იმით რა ქვია Google ავთენტიფიკატორით ერთფაქტორიანით და SMS-ის გარეშე პატივცემულო. ეს ჩვენ ყველაფერი გავიარეთ პატივცემულო 3 თვის უკან, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ მაინც აგრძელებთ დანაშაულებს, ესა სამოხელეო დანაშაული პატივცემულო. რაც გინდა თქვენი თუ გინდა დამიჭირეთ. გეუბნებით, მე მაქვს ჩემი პრინციპები და ჩემ პრინციპებს არ გადავა. მე დარწმუნებული ვარ ჩემ ქმედებაში, არავითარი სამართალ დარღვევა არაა პატივცემულო. მე გითხარით, ჩემთან იყავით პატიოსნად. რაც გააკეთეთ ყველაფერი პატიოსნად პატივცემულო. ვერ შემაშინეთ. მე გითხარით და გაჩვენეთ ეს რომ ვერ შემაშინებთ. გესმით? სახელმწიფო ძალაუფლებით ბოროტად გამოყე ვერ შემაშინებთ. გესმით? თქვენი გულისთვის კიდე მე კილერები ვერ მომკლავენ რა. დარწმუნებული ვარ მაგაში. კი ბატონო, თუ თქვენ უბრალოდ მთხოვთ რომ ავიღო, ანუ თხოვნითი მომართვით და არა დაუშვათ ესე შანტაჟით და ორმაგი სტანდარტებით მე სასამართლო ვერაფერს ვერ მეტყვის. ამის
სრული უფლება მაქვს წაიკითხეთ თქვენს მიერ წარმოდგენილი ის 158 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან თუ არ მეშლება ესმით ჩვენ ვართ ესე იგი ანუ მე ხო ვინმეს არ მიუყურადე ხო მე ხო ვინმეს შესაძლებელი პირადი ინფორმაცია არ გავასაჯაროვე ხო ვინმესთან მქონდა რამე ინტიმური ურთიერთობა თუ რა ხდება ვერ გავიგე თუ რაღაც მოგიყურადეთ და თქვენი ინტიმურის გავასაჯაროვე ან რაღაც საიდუმლო მასალები გავასაჯაროვე მე გავასაჯაროვე ჩვენი საუბარი ჩემი პირადი საუბარი სახელმწიფო მოხელესთან ანუ ამ შემთხვევაში თქვენთან პროკურორთან ხათუნა კუსრაშვილთან სხვა მე არაფერი დამიშავებია პატივცემულო არაფერი დამიშავებია გავასაჯაროვე ისი უფლებაც მაქვს ჩემი საუბრების გასაჯაროების მით უმეტეს როცა ხდება სახელმწიფო მოხელეს მხრიდან ჩემს მიმართ მუქარა პატივცემულო ესე იგი მე მწერს აგერა იქ თხოვთ ანუ მე ხო უთხარი აგერა კი ბატონო თუ თქვენ უბრალოდ მთხოვთ თხოვეთ მეც კიდე ნახე გთხოვთ აიღოთ ეს ვიდეო ჩანაწერი წარმოიდგინეთ უკვე სადამდე დაეშვა პროკურორი ესე იგი სადაც ჩემი გამოსახულება და ჩემი საუბარი ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ რას მოიმოქმედებთ კი ბატონო მაგრამ მეც გთხოვთ ერთ რაღაცას განვიმარტეთ რომელი მუხლის საფუძველზე თვლით თქვენ რომ მე დანაშაული ჩავიდინე ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ განვიმარტავთ მე რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი და თქვენი საუბრის გასაჯაროებით პირობას გაძლევთ ერთ წამში განმარტებიდან ერთ წამში ოღონდ ობიექტური კანონიერი განმარტებიდან ესე მოგონილი არა მე მაქვს ლოგიკა და მე ვიცი კანონები ხო და თუ შეიძლება მითხარით ერთ წამში წავშლი იმას რა ქვია განვიმარტეთ ანუ ჩემს საპასუხოდ პროკურორი მწერს აგერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18 მუხლი იცავს პირის ღირსებას პატივს და პირად ცხოვრებას ჩემს შემთხვევაში არაფერი არაა მსგავსი ვინმეს ღირსება შეუბღალე შეულახე ესე იგი პატივი არ ვეცი ან რავალდებული ვარ ვინმეს პატივი ვიცე ბოლო ესე იგი პირადი ცხოვრება ვინმეს პირად ცხოვრებაში შევიჭერი თუ რა უბედურობა ჩემი საუბრები გავასაჯაროვე სახელმწიფო მოხელესთან ჩემი საუბრები გავასაჯაროვე სამართლებრივ საკითხებზე რაც ხდება ანუ ჩემს წინააღმდეგ მუქარა შანტაჟი ტყუილები პულის გამოძალვა საერთაშორისო დანაშაული კორუფცია ანუ ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და იმიტომაა გაცეცხლებული ახლა ხო არ ითქვის რომ აქ მე დამნაშავე ვარ და ჩემი მაკომპრომიტირებელი ის რა ქვია საუბრები წაშალეო სულელი ვარო ხო არ ითქვის ეს სისულელი ჩავიდინეო ესე იგი შეხედეთ მე ვთვლი რომ ეს ლახავს ჩემს ღირსებას კიდე იმეორებ შეხედეთ ბოლოს ნახავთ აბა ანუ მე რა ღირსება შეულახი ამას ამ მუხლის საფუძველზე გთხოვთ აიღოთ ვიდეო ჩანაწერი ახლავე რაც მეტად შეყომდება ეს პროცესი მით მეტი ზიანი მომადგება ახლავე აიღეთ ვიდეო წარმოიდგინეთ რა უბრალოდ წარმოიდგინეთ არანაირი მსგავსი არაფერი არ არის ისეთი რომ აი მე ვლახავდე ვინმეს იმას რა ქვია რეპუტაცია თვითონ თავის საქციელიდან გამომდინარე შეილახა რეპუტაცია თავის კი არა ანუ ეს არის არაფერი ანუ კომპრომატი მაკომპრომიტირებელია თავისი უკანონო მოქმედებაზე ანუ პროკურორი მოხელე ჩადის სამოხელეო დანაშაულს და აი ეს ფაქტი მაქვს ზუსტად დაფიქსირებული იმხილება ტრანსნაციონალურ დანაშაულში იმხილება კორუფციულ გარიგებაში იმხილება დოკუმენტების დამალვაში გამოძიების დამახინჯებაში ანუ ყველაფერი რაც იმხილება აი ზუსტად იმას ხო აიღე და წაშალეო მოითხოვს აი ჩემი პასუხი შემდგომ მაგრამ სიმართლე რო გითხრათ არც ეგ მუხლი არანაირად მე თქვენს ღირსებას არ ვეხები არც თქვენ რეპუტაციას ეს რა სისულელეა საიდან მოიგონეთ აი ხა ისე გამოგდის რომ მე თვითონ შეურაცხყოფას გაკენებ და თქვენ რეპუტაციაზე ესე რა ქვია ბოროტად რაღაცას ინფორმაციებს ვავრცელებ ეგა ტყუილი დეზინფორმაციებს უბრალოდ ხო ვითომ მაგრამ სინამდვილეში ჩვენი საუბარი იყო მეტი არაფერი რასაც თქვენ საუბრობთ მეც ვსაუბრობ მეტი არაფერი იქ რეპუტაციული ის არა ქვია ახლა თქვენ თუ დანაშაულს ჩაიდენთ ეგ ჩემბრალი ხო არა მეც აგერ არარსებულ დანაშაულებზე ვიჯექი ჩემი რეპუტაცია სახელმწიფო მართლა გაანადგურა და ყოველთვის მიყურებს ესე ალმაცერად და არ მახარებს აქ აი არ მაცხოვრა ელემენტარული რაღაცა რო შევქმნა კეთილდღეობა არც მაგის შესაძლებლობას არ მაძლევს და რომ რეპუტაციებზე ლაპარაკი კარგით რა აი შეხედეთ ესე იგი ისე ვაგდე აიღებთ ბატონო მორეს აიღეთო ესე იგი რეპუტაცია რა არის სასამართლო რომ არ ყვიოს ამიტომ შვიდად აიღეთ აგიხსენით რატომ მაყენებთ
რეპუტაციულ ზიან ალბათ აქ დამხედველობაში მიმართეთ ვისაც გინათ რაც შეეხება ჩემს გამოსახულებას ჩემს რეპუტაციას არ მოგცემთ უფლებას შებღალოთ შემატყობინებთ როცა წაშლით ველოდები და ისე მიგზავნის ამ იმას რა ქვია ამ იმას ანუ აქ აი რა რეპუტაციულ ზიანს ხათუნა კუსრაშვილი იმხილება სამსახურებო უფლებასის ბოროტად გამოყენებაში კორუფციულ გარიგებაში მხილებულ პირებთან ინტერესთა კონფლიქტში რაც არღვევს დაზარალებულის უფლებას და გამოძიების ობიექტურობას და საერთაშორისო დანაშაულის დაფარვაში რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს მოვითხოვ საქართველოს თავად პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაუწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის მიმართ მოხდეს სატელეფონო ჩანაწერის ოფიციალური ექსპერტიზა და დადასტურდეს მის შინაარსი და მუხარის ფაქტი გამოძიების ფარგლებში მოვითხოვ ყველა შესაბამის კომუნიკაციის ჩანაწერის და ანუ მოკლედ აღარა ჩანს ესე იგი ანუ თვითონ ანუ ეს მიგზავნის ჩემი YouTube იმიდან ანუ აქედან რა ესე იგი ნახეთ ანუ აქედან ეს რეკლამა ერთი თვითიც გავიდეს რა ახლა გახდა 2 სერიანი და 3 სერიანი რეკლამების დრო ну მოკლედ აი აქედან ამას მისკრინავს აი ეგ რაც წერია აი ეს კუსრაშვილი პროკურორი ესე იგი ხათუნა კუსრაშვილი პროკურორი კი ბატონო და ეს მე რაც დაურთე და ჩემ იმას რა ქვია ჩემს ჩანაწერს ესე იგი გავაგრძელოთ ხო გავაგრძელოთ ესე იგი აღწერაში დეტალურადაა ჩემი შეურაცხყოფა ანუ რაც ავიკითხე თურმე შეურაცხყოფა ყოფილა ანუ საჩივარს რომ დაუწერ ადამიანს ამ მოხელეს და ამხელ დანაშაულში ეს თურმე მოხელეს შეურაცხყოფა ყოფილა შეხედეთ ამათი თვით შეგნება რა დონეზე არიან რა მე ჩემს ქვეყანას ღირსეულად ვემსახურები ეს უკვე რაღაცა ძალიან ისაა რა ქვია მე ჩემს ქვეყანას რაღაცა პოპულისტური ისაა რა ესე იცის რომ ამასაც გავასაჯორებ და პოპულისტობა აწვება იმას რა ესე იგი არ მოგცემთ უფლებას მსგავსი რამ დამაბრალოთ აიღეთ ნება იბოძეთ კორუფციულ გარიგებას რომ აბრალებთ პროკურორს სწორედ ესაა რეპუტაციულ შეა თუ არა ხარ მე ვამბობ კორუფციულ შესაძლო კორუფციული დანაშაული გაბრალებ კი არა და საერთაშორისო დანაშაულში თანამონაწილეობაში გამხელ კორუფცია უფრო მისალოციისა რა ქვია კომპლიმენტია ვიდრე საერთაშორისო დანაშაული იმიტომ გვანტანამოს ციხე მე ვფიქრობ ძალიან საშინელია თუ არსებობს კიდე მე მგონი მაგაზე უარესები არსებობს პროსტა ჯერ არაა გამომჟღავნებული სწორედ ამნაირი ტერორისტული ეს ადამიანების თვის არის შექმნილი ესეთი გვანტანამოსნაირი ციხეები ეს ტერორისტები და ხალხს რო ხოცავენ და აფინანსებენ მე დარწმუნებული ვარ რომ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ დააფინანსეს ამათმა ის რა ქვია ტერორისტული ორგანიზაციები მართალია ხარ $800 მილიონები არაა მაგრამ ნუ საწვავს იყიდი დაახლოებით ეს რამოდენიმე ტონას $800 თუ არ ვწდები იყიდი რატომაც არა ადიძემო შეურაცხყოფა არა მაშინ თუ ეგრე გამოდის თქვენი საუბრები და თქვენი მოქმედებები ჩემთან მიმართებაში ხო შეურაცხყოფელია პატივცემულო როათო გელოდებით და არდებთ და აქეთ მაბრალებთ როგორც ის ქურდბაცაცა საერთაშორისო დამნაშავე კომპანია ხელს მადებდა ესე უაპელაციო თითქოს და ტრანზაქცია მე განვახორციელე მაგრამ როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილი გახდა ტრანზაქცია მოხდა უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით და ამ ყველაფერს მე გიმეორებდით როგორც მაშინ ისე ახლა სატელეფონო საუბარშიც მაგრამ თქვენ ამბობთ არა კურტანიძე შენ გაიტანეო ეს ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორითო პირდაპირ ტყუილს ანუ მაბრალებთ ესე ხო ანუ ეს არ არის ჩემი შეურაცხყოფა ეს არის ჩემი რეპუტაცია ანუ მე დაზარალებული მე გამძარცვეს ამ ამბებში ვარ არ დავტოვე უწყება საქართველოში რო არ მიმემართოს ხო და კიდე აქეთ მე მეუბნები თქვენ კაი ხალხო თქვენ ხელშია ხო ძალაუფლება მაშინ მომეციმეთ კი 1 საათი ძალაუფლება და გაჩვენებთ მე იმ რა ქვია სერვერიდან როგორ გამოვიტან ნედლმტკიცებულებებს მოსამართლის განჩინებით მაგრამ არ აკეთებთ გახსოვთ თქვენ კიდე ჩვენი საუბრისას როგორც სატელეფონო ისე პირადი შეხვედრისას ერთხელ რო შევხვდით მხოლოდ თქვენთან რომ თქვენ თქვით რომ უიმეო აიო კიო კითხვის ნიშნებია სერიოზულიო აშკარად ჩანსო
მაგიც მითხარით და მოდით უახლოო ჩვენ ესო ექსპერტიზაზე გავიტანოთო. აბა მანახეთ სად არის ექსპერტიზა? 3 თვე გავიდა ხო ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. უпростоრად პირველი და უკანასკნელი შეხვედრიდან ხო? 3 თვე ხო გავიდა პატივცემულო. ანუ რისი თქმა მინდა ხა თქვენ ამბობთ რომ ეს თქვენი რეპუტაცია რომ აი მე ვწერ კი ბატონო მე ვწერ გარემოები ეგ ერთგვარი ის გარემოებები რის საფუძველზეც უნდა დაიწყოს გამოძიება მე მაგას ვითხოვ იქო წერია ქვემოთ კიდე წაიკითხეთ რომ მიმართავ გენერალ მთავარ პროკურატურას რომ რეაგირება მოახდინეთ მეთქი დაიწყეთ გამოძიება თქვენ გალბატონო გეუბნებით ძალაუფლება და უკონტროლო გახდით ახლა ჩემთან მიმართებაში ან არ ვიცი რა ვიცი ესე მარტივია ჩემზე ზეწოლები ანუ უპატრონო გონივართ კი არა და ვარ ანუ უპატრონო რა ახლა კი იყვირებს ვიღაცა ჩემთვის მაგრამ არც მინდა არავის ყვირილი სახელმწიფო მაგდონეზე როგორ უნდა დაეშვას მე გამძარცვეს ფული მომპარეს საერთაშორისო დანაშაული მოხდა და იმას იზამენ რა ქვია ჩემს წინააღმდეგ კიდემ სახელმწიფო მოდის რა უბედურობა მაშინ კრიმინალების ბანდფორმირება ყოფილა სახელმწიფო მეტი არაფერი ხო სახელმწიფოს მე დაზარალებულია სახელმწიფო მე ხო უნდა დამიცვას ხო არ მიცავს სახელმწიფო აქეთ მებრძვის ეგეთი რამე ვის გაუგია დედამიწის პლანეტის არც ერთ ქვეყანაში მსგავსი არ ხდება ჩემს ახლობებს რო უყვები და ვაჩვენებ ხოლმე ამას გიჟებს გავნა თმები ესე უდგება ხალხზე გაგიჟებულები არიან როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ხო მით უმეტეს თქვენ სახელმწიფოს წარმოადგენთ ძალაუფლებო პროკურორი ბრძანდებით პატივცემულ ხათუნა ხო და არ ვიცი მე აბა და თქვენ ამბობთ მე რეპუტაციული ისო ეხლა მე იმას რომ წერ რა ქვია იმებს რა ქვია წერილებს და საჩივრებს და რომ მიმართავ სახელმწიფო მანდა ხარ რომ ამხელ სახალხო დამცველს რა თქვენთან მოვიდა თავის იდენტიფიცირებებით თავის პირადი ნომრებით ყველა ანუ რა არის ეს არასწორეს ვამბობ რამეს მე ხო არგუმენტირებულად სამართლებრივად ყველაფერი განმარტებული მაქვს ეხლა ვიღაცას თუ არ მოწონს ჩემი განმარტებები აქ ჩემი ბრალი ხო არა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცამ შეფასება გაუკეთოს რომ შეურაცხყოფელია ეს ყველაფერი ჩემთვის შეურაცხყოფელი მე დაზარალებული 8 თვეა ველოდები პროკურორს რომ რაღაცა რეაგირება მოახდინოს მატყუებს პროკურორი ერთ დღეს ისე მეუბნება მეორე დღეს ისე მეუბნება მესამე დღეს ისე მეუბნება მეოთხე დღეს კიდე მემაბრალებს თავიდან მემუქრებოდა დაჭერით სტატუსის მოხსნით და ესეთი რაღაცები შეფარული მუქარები ეს ტერორი მე უწყებებს მიგზავნი და გამოცხადების შესახებ პოლიციაში თითქოს მე ჩემინებით არ მოვსულ ვარ მე აქეთ მაბრალებ თითქოს და მე პოლიციიდან გამოვიპარე და რაღაც ისულელები სადრა გამოვიპარე გეუბნები თქვენ აგერიათ პატივცემულო მე დაზარალებულიო და არა ბრალდებული არეული გაქვს მაგრამ თქვენ რო იქცევით არაადეკვატურად ხო მაგის აი სარკეში ჩაიხედეთ უბრალოდ ელემენტარულია ხო როგორც რასაც იმოქმედებთ ზუსტად იგივე ანარექს მიიღებთ იქიდან ესია სხვა ადამიანებთან ურთიერთობაშიც მაგრამ თქვენ გამხედავ ამას მე ყველანაირად ვცდილობდით როც მოგეცით ყველანაირად გვერდში დაგიდეკით მაგრამ არა რა სარკიდან მე ცუდ ანარეკლებს ხედავ რა აშკარად რა ათიცემულო კორუფცია მხოლოდ ფულის ესე აღება მიცემლობა არაა კორუფცია არის ელემენტარული აი ჩემი ძმაკაცია და მე როცა სახელმწიფო მოხელეს წარმოვადგენ და იმ დაზარალებულის ინტერესებს რო ვანაცვლებ ჩემი ძმაკაც ხო ეგ უკვე კორუფცია ეგაც კორუფცია ერთგვარი გინა მეგობარი გინა ნათესავი ხდებით ეს ყველაფერი კორუფციაა პატივცემულო კაი კორუფციის თვითონ ცნების და სიტყვის განმარტება ნახეთ აუცილებელი არა ესე ფული აიღო და ჯიბეში ჩაიდოს ვინმე რომ ის იყოს რა კორუფცია ჩვეულებრივი ნებისმიერი ვიღაცის ინტერესების დაზიანების ხარჯზე საკუთარ ახლობელს რო ასარგებლებს კორუფცია მithome სახელმწიფო მოხელე მყავს ხედულობაში ჩემი თხოვნა ეს რაც მოგწერეთ ხო ხმოვანები ჩემი თხოვნა კარგად ეს მოусმინოთ რა ჩემი თხოვნა ესე იგი პროკურორი კვლავ აგრძელებს მოწერას ესე იგი აიღეთ ვიდეო მეკითხება რატომ არ აიღეთ ვიდეო ანუ მე ბოლოს მევწერა ქალბატონო პროკურორო ხათუნა გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და გადავწყვიტე რომ ჩანაწერი წარმოადგენს მტკიცებულებას და მის წაშლა ჩემს უფლებებს და გამოძიების ობიექტურობას დაზიანებს საქართველოს კანონმდებლობა აძლევს უფლებას დავიცვა ჩემი უფლებები და გამოვიყენო მტკიცებულებები მათ შორის სატელეფონო ჩანაწერები მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას მაგრამ ჩანაწერის წაშლა არ მოხდება რადგან იგი წარმოადგენს მტკიცებულებას ესე იგი პროკურორი კვლავ აგრძელებს მომაწერას ესე იგი YouTube-ზე არ გაქვთ უფლება ჩემი გამოსახულება გამოიყენოთ მაგალითად მაგ იურისტებმა გამცენ პასუხიო როგორ არა მაგ საჯარო მოხელე ხარ შეკაი ადამიანი და შენი ფოტოები და შენი სურათები იურისტების სულ არ მჭირდება დევს აგერ საჯაროდ YouTube-ზე და Google-ში
და შენი სახელი გვარი და პროფესია, პროფესია კი არა და თანამდებობა. საჯარო მოხელე, პროკურორი, თბილისის პროკურორი, თბილისის პროკურატურის პროკურორი. ესე იგი, მიღებულია თქვენი პოზიცია, შეხვდებით სასამართლოში. კი ბატონო. ესე იგი, მე კიდევ წერ, ქალბატონო პროკურორო, თქვენი პოზიცია მიღებულია. საკითხ სასამართლო გადაწყვეტ. მე მზად ვარ წარმოვადგინო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება. ესე იგი, მე წერს, თუ არ დამიმტკიცებთ, რომ მე ვარ კორუმპირებული, მოგიწევთ, გადაიხადოთ კომპენსაცია და საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში. ესე ქალბატონო პროკურორო, მე არ ვამტკიცებ, რომ თქვენ კორუმპირებული ხართ, არამედ ვაცხადებ, რომ ჩანაწერი წარმოადგენს მტკიცებულებას ინტერესთა კონფლიქტის და კორუფციული გარიგებისა და საერთაშორისო დანაშაულის დაფარვის შესაძლო ფაქტის შესახებ. თუ სასამართლო არ დაადასტურებს, ასე იგი, ჩემს პოზიციას, მზად ვარ დავიცვა კანონის მოთხოვნები, მათ შორის კომპენსაციის გადახდა და საჯარო ბოდიშის მოხდაც. თუმცა ამ ეტაპზე ჩანაწერის წაშლა არ მოხდება, რადგან იგი არის მტკიცებულება. ესე იგი, YouTube-დან აიღე. მეუბნება, YouTube-დან აიღეთ. თქვენს ტელეფონში შეინახეთ და წარადგინეთ, სადაც გინდათო. ესე იგი, ხომ თვლი რომ მტკიცებულება წარმოადგინეთ საგამოძიებო YouTube-დან აიღეთ, არ გაძლევთ უფლებას ჩემი ფოტო ატვირთვის სადმე. ნუ კიდე უმეორებ, ქალბატონო პროკურორო. ჩანაწერი წარმოადგენს მტკიცებულებას და მისი წაშლა არ მოხდება, მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, თუმცა საქართველოს განმავლობა მაძლევს უფლებას გამოვიყენო მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო ჩანაწერი, სასამართლო გადაწყვეტს, რამდენად კანონიერია მისი გამოქვეყნება. ესე იგი, სურათი მოაშორეთ. რა აკვიატება გჭირთ, საუბარი სადაც გინდა წარადგინეთ და ბოლოს აგერ ჩემი ბოლო სიტყვები მის მიმართ. და გვანტანამოს ციხე მონაგონი გახდება თქვენთვის. რო იცოდეთ რა იქ, მართ საერთაშორისო მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ თქვენ საცილებას საქმიდან. თქვენ ხართ საერთაშორისო დანაშაულში მხილებული. საერთაშორისო კრიპტოვალუტები, არ ვიცი მე, თქვენ პედოფილიური ორგანიზაციები დააფინანსეთ და ომი და ტერორიზმი დააფინანსეთ, ტერორისტული რომელიმე ისრაელის ის დააფინანსეთ, რა ქვია, ისრაელის საწინააღმდეგო პალესტინა და რა ქვია, ის ისრაელის საწინააღმდეგო ტერორისტული ისინი მე ყველას მივმართავ აბსოლუტურად, ყველა საელჩოს მივმართავ, ყველა მოსადს მივმართავ. თქვენ პროკურორი, თქვენ პირადად საერთაშორისო დანაშაულში რო ხართ ის მხილებული და მფარველობთ. ანუ ესე იგი თქვენ ხართ მონაწილე, თანამონაწილე და კორუფციულ გარიგებაში ხართ. და დიდი ალბათობით ან ისრაელის იმას აფინანსებთ წინააღმდეგ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ან რუსეთ-უკრაინის ხალხის წინააღმდეგ აფინანსებთ ტერორისტულ ორგანიზაციებს. და თქვენ მაგაზე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს მოგეთხოვებათ პასუხი. მე ამას საქართველოს დონეზე მარტო არ დავტოვებ. ყველაფერი გადავგზავნე მოსადის სააგენტოში, ყველგან გადავგზავნე საერთაშორისო იმაში, რა ქვია, ინტერპოლშიც, იმაშიც ევროპოლშიც, ყველგან აბსოლუტურად ავალდებულებაც გაკისრიათ თქვენ, რაც უნდა შეასრულოთ. იქ იმეებით, რა ქვია, სახელმწიფოს რავალდრო შეატყობინოთ, რომ ფული გადავიდა კრიპტოვალუტის სახით გადავიდა სადღაც უცხოურ პლატფორმაზე, არალეგალურად, არარეგისტრირებული ფული. ეს არის უკვე თქვენი ბრალეულობა, თქვენ ათეთრებთ ფულს, თქვენ ხართ მად იმაში, რა ქვია, ამ საერთაშორისო ტრანსნაციონალურ დანაშაულში თანამონაწილე და თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი. აი მალე დაგიბეთ სანქციებსაც დაგადებენ და მოგითხოვენ. აი იქიდან მოგითხოვენ ექსტრადირებას მოითხოვენ თქვენსაც და მიგაბრძანებენ იქ გვანტანამოს ციხეში ბოლოს. აი ნახავთ თქვენ და ვინც ხართ მათ თანამზრახველები ყველა, აი სახელმწიფო მოხელეები, ის სახალხო დამცველებს ერთმანეთს რო იცავთ, სახალხო დამცველი თქვენ გიცავთ, სახალხო დამცველის
შაულის შესახებ ინფორმაციას თქვენ მალავთ და არაძრევთ წარმოების საშუალებას, რომ მე რაც მოგმართებ საჩივრების სახით, რომ სახალხო დამცველი ვამხილე დანაშაულში, თქვენთან გავაგზავნე პროკურატურაში და თქვენ ითრევთ ამ იმას, რა ქვია, საჩივრებს და თქვენ მალავთ, ბლოკავთ. რაც შეეხება სახალხო დამცველი, თქვენ შესახებ, თქვენი პროკურატურის, ისინი გიправებენ და ისინი მალავენ. გესმით, თქვენ ხართ ყველა მთელი სისტემა ქვედარგოლები, აი ეს რამოდენიმე ადამიანი სისტემას ვერ ჩართავთ ამ პროცესში რა. თქვენ მოგითხოვენ, მე თქვენ გაძლევთ ამის გარანტიას, მოგითხოვენ დეპორტაციას მოახდენენ თქვენთან და ვერ გიშველიან ვერავინ რა. და დაგასანქცირებენ კიდევაც რა ლამაზად რა. და გვანტანამოს ციხე მონაგონი გახდება თქვენ. აქ დეპორტაციას ვამბობ აღელვების ნიადაგზე, ანუ შემეშალა ექსტრადირება უნდა მეთქვა. შესწორება შევიდა. რო იცოდეთ რა იქ მიგაბრძანებენ აი ისრაელის სპეცსამსახურები. თქვენ მალე დაელოდეთ შედეგებს, დაელოდეთ. აგიწემო დამბლოკეთ. ანუ პროკურორმა ვერ გაუძლო, ვერ აიტანა, ვერ დამამარცხა და ბოლოს დამბლოკა WhatsApp-ზე. ანუ დისტანცირდა კიდე, აგერ ფაქტი დისტანცირდა. არის ჩემი საქმის გამომძიებელი, ესე იგი მაქვს დაზარალებული სტატუსი, გამწარწვა კომპანია MyCoins-მა, ეს პროკურორი ჩაერთო, ჯერ მთელი ამ დღეების განმავლობაში თან მალავდა, თან არ უნდოდა ის, რა ქვია, სტატუსის მოცემა, მერე რომ მოვითხოვე ავტეხე მთელი ამბავი სტატუსი მომანიჭა, მერე წვდომა რომ მქონდა საქმის მასალებთან ნახე რომ თურმე არაფერი მოუთხოვია მტკიცებულებები, რაც კრიტიკული მტკიცებულებაა მოთხოვნილი არ აქვს, წარმოიდგინეთ. და ანუ ესე იგი ტრანზაქცია განხორციელდა ჩემი ანგარიშთან $8,000 გაიტანეს სერვერიდან. და ესენი მიმტკიცებენ გინა თუ არა ისო რა ქვია, ჯერ კომპანია ამბობდა თავის მართლების რეჟიმში როცა იყო, არაო, ისაო, ორფაქტორიანი აუთენტიფიკატორით გაიტანაო, მერე უკვე ჩვენება ჯერ არ მაქვს უფლება, თორემ მაგ ჩვენებებსაც და მთელ საქმის მასალებსაც დავდებ. არანაირი ჩემს ანგარიშში წვდომა არ მომხდარა. ეს ყველაფერი არის სპეკულაციები, იტყუებიან, ჩემი ესე იგი ფული კრიპტოვალუტაში გატანილია ესე იგი სერვერიდან ალტერნატიული გზით გაიტანეს. ანუ მალავენ ჩქმალავენ და ანუ ეგრე იპარავენ ფულებს რა. თან კიდე ყველაზე დიდი საშიშროება ისა ამათან ურთიერთობა როგორ უნდა დაიჭირო, შენი ანგარიში სპეკულირებენ, აი წარმოიდგინე ახლა ავტომობილი დაგეკარგა თქვენ სახელზე რეგისტრირებული და არ გააცხადეთ პოლიციაში, რა ხდება? და ვიღაცა ავტომობილით მოახდინა ავარია, ან დანაშაული ჩაიდინა, ხო თქვენ დაგიჭერენ, ხო ეგრეა. და წარმოიდგინეთ ახლა მე ვამტკიცებ, რომ ეს ჩემი ანგარიშიდან ფული გატანილია მართალია, მაგრამ სადღაც გაურკვეველ მისამართზე, ეს უცხო ქვეყნის სადღაც პლატფორმაზე არარეგისტრირებული, წარმოიდგინეთ, ესე იგი შეიძლება ვიღაცა უკრაინაში გადარიცხა, ხო სიტყვაზე რა, ესე ვარაუდის დონეზე რომ ვილაპარაკოთ, ხო ფაქტია რომ გატანილია, ხო? ან რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები დააფინანსა, ან ისრაელის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით ესენი ისეთი პარაზიტები არიან ისრაელს და ან უკრაინის წინააღმდეგ, ან რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტი დააფინანსეს, ან სომხეთის სიტყვაზე რა, სადაც ისეთი კონფლიქტებია და რაღაც გადის გარკვეული პერიოდი, წარმოიდგინეთ ამათი პარაზიტობა, ეს ვირები ესენი. გადის გარკვეული პერიოდი, რაღაც წელიწადი დაუშვათ 2 წელი, 3 წელი ხვდებით და მერე ხდება ესეთი რაღაცა, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურმა გამოიწია, გესმით? გამოიწია და მივიდნენ კვალზე, რომ ის ფული საქართველოდან წავიდა აი რომელიღაც ტერორისტული ორგანიზაციის დასაფინანსებლად, ან ან საერთაშორისო და ზოგადად პედოფილური დანაშაული სიტყვაზე ნარკოტიკებით ვაჭრობა, ადამიანით ვაჭრობა, ომისა და ტერორიზმის ხარდაჭერა, კიდე რამდენი რაღაცაა ხო შესაძლებელი დააფინანსო, ხო? და მოვიდა კვალი ჩემს იმამდე, რომ აი აქედან გადმოირიცხა $8,000 ღირებულებს, ანუ კრიპტო აქტივი, გესმით? და მერე ითხოვენ, ვინა ესენი ეს პარაზიტები კიდე თავის გაკეთებული, რაც მე დამაბრალებენ, ხვდებით? და ამ შარში მხოვენ, მე კიდე აი წარმოიდგინეთ, რამხელა ისა მაქვს, ხო კიდე? აი იქით ვიყურები, რომ აი ეს პარაზიტები რამდენ რაღაცას იკადრებენ და კისრულობენ, წარმოიდგინეთ. აი ეს ამ საშიშროების წინაშეც კი ვდგავარ. და ესენი არა ცოცხალი თავით არ იმაშვებიან და პლუს ამას საერთაშორისო დანაშაულია, როცა ქვეყნიდან გადის ფული, არარეგისტრირებული ფული, გაურკვეველ მისამართზე, კი ბატონო, კრიპტოვალუტაში. და ვალდებულია სახელმწიფო რო აცნობს იმ საერთაშორისო სამსახურებს, ინტერპოლს, რა ქვია, ევროპოლს და კიდე რამდენიმე სამსახურს ვალდებულება აკისრია ქვეყანას, იკისრა ვალდებულება. გესმით?
ხო და აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ, ანუ წინასწარ ნიადაგს ამზადებენ, რომ მე აი იყვირონ, აი დავიჭირეთო. ანუ თვითონ დანაშაულს ჩადიან სახელმწიფო დონეზე, რომ გასვარონ დაუშვათ რიგითი მოქალაქე, ანუ ჩემს შემთხვევაში მე. აი ესეთ საშიშროების წინაშე ვარ, ეს პარაზიტები ესენი, ეს დამპალი პარაზიტები რა დღეში არიან. ეხლა გავაგრძელებ, აი მე ნუ არაფერი რო არ გამოვიდა იმ დღეს, მე ნახეთ გადავიდა ესე იგი გადავიდა YouTube არხმა მომწერა რა, ესე იგი აი ეს გადავიტანო ქართულზე. შეხედეთ ეს პარაზიტები ესენი. აგერ კონფიდენციალობის დარღვევის საჩივარი. ანუ მიწერა იმათ YouTube-ს ტყუილები რა. ესე იგი ბატონო მორეს კურტ რა, ანუ მე კურტზე მაქვს ესე მაქვს დაყენებული, აი ეს ნახეთ. მორეს კურტ, ანუ კურტანიძე ვარ რა, გვარად შეხედეთ. დამწერ გსურს გაცნობოთ რომ თქვენი კონტენტის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით მივიღეთ შეშფოთება. კონკრეტულ კონტენტის განხილვამდე გსურს მოგცეთ შესაძლებლობა გადახედოთ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ ან წაშალოთ კონტენტი, ну короче, შეტყობინების მიღება არ ნიშნავს YouTube-ის კონფიდენციალობის წესების დარღვევას და ამ დროისათვის თქვენი კონტენტს ან არხის წინააღმდეგ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. ну ბოლო ჯამში მე ამათ ვწერ რა, შეხედეთ რას ვწერ. ну ბევრი მივწერე რა. აქ მივწერე რომ მსგავსი, ესე იგი მსგავსი ისინი რა ქვია ვიდეოები ერთი და ის მეორე გესმით, აი ბევრნაირი მივწერე რა, აქაც მივწერე. რომ აი ესეთი ვიდეოები ანალოგიური დევს, ერთი ჩემი როგორც ერთი მაგისი, ანუ სურათები მაქვს მხედველობაში, იქ ვიდეოა, მაგრამ ჩემთან სურათი მაქვს დადებული, რაც საჯაროთაა ატვირთული პროკურატურის მიერ. თორე ამ ადამიანის იდენტიფიცირება არ ხდება და საიდან დამედგინა ვინაა, ხო? ცარიელი მას აუდიოს ხო არ გადავდებდი, ესე იგი ოფიციალური განცხადება YouTube იურიდიულ მხარდაჭერის გუნდისთვის რა. გამარჯობა YouTube იურიდიულ მხარდაჭერის გუნდო. პატივისცემით გწერთ, ანუ ეს ჩემი მიმოწერა, რათა მოვითხოვოთ, რომ ჩემს მიერ ატვირთული კადრები, ვიდეოები უბრალოდ, რომლებიც მტკიცებულებად გამოიყენება, არ წაიშალოს პლატფორმიდან. ეს ჩანაწერი უმნიშვნელოვანესია ჩემი უფლებების დასაცავად და მიმდინარე გამოძიების ობიექტურების უზრუნველსაყოფად. თუ ისინი წაიშლება, არსებობს რეალური რისკი, რომ უკანონოდ ჩამომართვან თავისუფლება, ანუ უკანონოდ დამოპატიმრონ მეთქი და თავისუფლება აღმკვეთო მეთქი და არასათანადო მოპყრობას ჩემს მიმართ განახორციელონ მეთქი რა. ანუ შეიძლება წამებას დამაქვემდებარონ, ესე იგი მესმის YouTube-ის კონფიდენციალობის და საზოგადოებრივი წესები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავ, რომ სადაო კონტენტი მტკიცებულებების სახით გამოიყენება. მისი წაშლა პირდაპირ დააზიარებს ჩემს შესაძლებლობას დავიცვა, ესე იგი საკუთარი თავი და წარმოვადგინო მტკიცებულებების სასამართლო პროცესზე. ასევე მინდა განვარტო, რომ მე არ გამიმჟღავნებია სხვისი პირადი ინფორმაცია. ამ ვიდეოების მიზანი მკაცრად მტკიცებულებითი ხასიათისაა. ესე იგი ჩემი ატვირთების ისეთ წარმოჩენას ცდილობს, ანუ პროკურატურა, ანუ რა, ვინც საჭირო თითქოს ვინმეს პირადი მონაცემები გავამჟღავნე. შეცდომაში შემყვანია და მიზნად ისახავს ჩემი მტკიცებულებების YouTube არხიდან წაშლას. ამიტომ გთხოვთ ჩემი მტკიცებულების ვიდეოები YouTube-ზე ხელმისაწვდომით დარჩეს. გვალო თქვენი გულისხმიერებისთვის პატივისცემით მორეს კურტანიძე. ბატონო, გესმით? ანუ აი ესეთი ვარიანტია რა. აქაც რამდენი მე აქ პერსონალურად ვიწერე, ეს მეორედ მომწერა უკვე მეორე ვიდეოზე. მეორე ვიდეო უკვე იმაში მაქვს დადებული, რა ქვია, იანვარში. და ისაც არ მოეწონა პროკურორს. აი ნახეთ მეორე ვიდეო ჩემი. აქაც ვამხელ, აქ მემუქრება პირდაპირ სტატუსის მოხსნით და იმით, აი ნახეთ. ვიდეოები ნახეთ. აი სტატუსის მოხსნით, აი აქ, აი ეს 45 წუთიანი ვიდეო მომწყო, აი. Has somebody leaked your exclusive content? აგერ. ეს არის 45 წუთიანი ვიდეო. აგერ კუსრაშვილი ხათუნა პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის მიერ შანტაჟი და მუქარის ფაქტის ამსახველი სატელეფონო ჩანაწერი. ამის საშლაც მოითხოვ. აგერ მაქვს მთელი ის, აგერ მითითებულია კიდე რაღაცეები, ანუ ლინკები მაქვს შიგნით რა. ესე იგი, მოდით ახლა პირდაპირ გადავიდეთ ზუსტად იმ ჩანაწერზე, აი ამ ჩანაწერზე. და თავიდან ბოლომდე სულ არის 15 წუთი რა.
ვარემ აისაც დიდი ხანია. არაერთხელ დავწერე საჩივარი. თქვენ ჩემს განცხადებებზე ნადი ალო. გისმენთ? ჩემს განცხადებებზე ნადირობთ თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ქალბატონო ხათუნა. მე თქვენ აცილება მოგეცით და თქვენ შესახებ არაერთხელ დავწერე საჩივარი. თქვენი კორუფციული გარიგების შესახებ და რა ნადირობთ ჩემს განცხადებებზე ვერ გავიგე. იმ ბრანდებით ბატონო, გეცახეთ მორეს კურტანიძე ვარ მეთქი და ძალიან კარგად იცით ვინცა ვარ. თქვენ აცილება მოგეცით, აცილება დიდი ხანია. გამხილეთ და მიუხედავად ამისა ჩემს განცხადებას მაინც თქვენ ნადირობთ ჩემს განცხადებებზე. რა უფლება გაქვთ პატივცემული? რომ ვიღაცა რაღაცაში ამხილეთ. დიახ, გამხელთ, აგერდა თქვენ განიხილავთ ინტერესთა კონფლიქტი, იცით რაც ნიშნავს სიტყვა მცნება? და მითხარით კონკრეტული ფაქტები, რაც გულისხმობთ, რომ ინტერესთა კონფლიქტია. ინტერესთა კონფლიქტია, თქვენი გვარი სახელი მაქვს მოხსენიებული. ანუ ესე იგი შეიძლება აქ არ განვართავ კარგად, ძალიან მარტივია. ესე იგი მერვე თვია საქმე მიდის, შედეგი არ არის, მალავენ არ ითხოვენ მტკიცებულებებს, ანუ მე როგორც დაზარალებული. მივმართავ პროკურატურას კორუფციულ გარიგების შესახებ, ტრანსნაციონალურ დანაშაულის შესახებ და პროკურორზე პირდაპირ აღვნიშნავ, რომ აი არ რეაგირებს. სახალხო დამცველი აკეთებს ესე, ანუ ერთმანეთს კრიჩავენ და ფარველობენ. სახალხო დამცველს მივმართავ ამის შესახებ, პროკურატურის შესახებ, ისინი ვითომ ვერ ხედავენ ვერაფერს. მერე პროკურატურაში ანუ ეს უკვე პირდაპირ დანაშაულის დაფარვაა რა. მივმართავ შემდგომ პროკურატურას, მთავარ პროკურატურას და მთავარი პროკურატურა პირდაპირ გზავნის თბილისის პროკურატურაში, პირდაპირ ესე რა, უგზავნის ხათუნა კუსრაში, სადაც მისი სახელი და გვარი მაქვს მოხსენიებული. და მაინც ეს ანუ იბლოკება რა ხელოვნურად, რა თავის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ხო არ მიიღებს. აი ეს არის ინტერესთა კონფლიქტი მეთქი ვეუბნები და ვითომ ვერ ხვდება რას ვეუბნები. გარეშე გისმენთ? თქვენი სახელი გვარი მაქვს მოხსენიებული, ფაქტობრივი გარემოებები მაქვს მოხსენიებული. აი რა გაქვთ მოხსენიებული, და მიუხედავად ამისა, მაინც თქვენ განიხილავთ. აი ეს არის სწორედ ინტერესთა კონფლიქტი. თქვენ შესახებ. ხმენიათ რა მე. ბატონო, რა თქმა უნდა, თქვენ შესახებ ინფორმაცია. ხმენიათ კონკრეტული ფაქტი მითხარით, რაც გულისხმობთ, რომ ვიღაცა ამხილეთ, გისმენთ? პატივცემო მაგას განიხილავს არა თქვენ, არამედ სხვა პროკურორმა უნდა განიხილოს. მიუხედავად ამისა, მაინც თქვენ იღებთ განცხადება, რა უფლება გაქვთ? ინტერესთა კონფლიქტი, იცით რას ნიშნავს მე? საფუძვლის გარეშე ვერც პროკურორი და ვერც განმძიებელი საქმეს ვერ ჩამოშორდება. გისმენთ რა საფუძველია აცილებით, გისმენთ? საფუძვლები მე დავაფიქსირე, მემუქრებოდით, გამოძიება მიყავს არასწორი მიმართულებით, ამახინჯებთ, არდებთ და კორუფციულ გარიგებაში ხართ პატივცემული. არ მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. თქვენ ჩვენებაში არ დააფიქსირეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტები. კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამძარცვეს მეთქი და დავაფიქსირე თქვენ წერდით და თქვენ კითხულობთ. რაც მოპოვებულია, დეტალურად არის გაანალიზებული რა როგორ მოხდა. ეხლა მე თქვენს აცილება მოვითხოვე, თქვენ საქმიდან დისტანცირდით საქმიდან, მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადაეცეს ის შემიძლია. მარტივია ეს ისაუბროთ პროკურორზე და გამომძიებელზე, ზედაპირულად. მე მაქვს ყველანაირი მტკიცებულება თქვენი კორუფციული გარიგების შესახებ. ხარესთან. რო იცახით რომ კორუფციულ გარიგებაში ხართ. დიახ, კორუფციულ გარიგებაში ხართ, დიახ. შესაძლო. ნუ მიცემთ თავს იმდენის უფლებას, რომ ვიძახოთ ესეთი რაღაცები. პატივცემულო ხართ თქვენ შემჩნეული და აგერ მაგ წარმოვადგინე. წარმოვადგინე მე მტკიცებულებები და თქვენ ნადირობთ ჩემს მტკიცებულებები მთავარ პროკურატურაში წარმოვადგინეთ, თქვენ ნადირობთ ჩემს წერილებზე. ყავთ იქ საახლობლო და ეუბნებით რომ თქვენ დაგეწეროთ განცხადება. აი ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და მიჩქმალოა და დამალვა იმ მტკიცებულებების. რაშიც თქვენ მე თქვენ განხილავთ. საახლობლო მითხარი. მე რა ვიცი თავარ პროკურატურაში. კანცელარია. დარბოლების დონეზე. ეს არის თქვენი ლოგიკა? ლოგიკა არა, თქვენ გეწერებათ რა სადაც თქვენ ხართ მოხსენებული, როგორც შესაძლო დამნაშავე. შესაძლო დამნაშავე ვარ მე? დიახ, პატივცემულო. ბატონო მორეს, ძალიან გთხოვთ რა, თავი შეიკავოთ, სანამ კორუმპირებულ პროკურორს ამიძახებთ, ძალიან გთხოვთ დაფიქრდით. მე არ გეძახით, მე ვამბობ შესაძლო დამნაშავე. თქვენ მინდეთ. აი რა რეაგირება მოახდინეთ ჩემს წერილებზე, აბა მითხარით პატივცემულო. პატივცემულო, რა რეაგირება მოახდინეთ ჩემს წერილებზე? დაკავშირებით რეკავთ.
აი ამ წერილებთან დაკავშირებით ვრეკავ, რატო ნადიო? წერილებთან დაკავშირებით გამისახეთ ნომრები. პირველ რიგში ნომრები გაინდათ კონკრეტულად? კი ბატონო, ნომრები გეტყვით. ესე იგი პირველი აგერ პირველი პროკურატურა. ესე იგი პირველი 21 მაისი 01 წილადი 13-59 392 ეს პირველი. რაც შეეხება 14 აპრილის წერილს, ეხლავე მოგახსენებთ. ერთი კანცელარია. საჭირო პროკურატურა. 14 აპრილი. გითხრათ ნომერი? დიახ, მითხარი. ესე იგი 01 წილადი 13-42-023. აი ამ წერილებზე, იმ დანარჩენ წერილებზე არ მაქვს ჯერ ამ ეტაპზე საუბარი, მაგრამ აი ეს ბოლო რაცაა, ეს წერილები დაგეწერათ თქვენ. და რატო დაგეწერათ, როცა აქ თქვენი გვარი და სახელი მაქვს მოხსენიებული? ან ჩემი სახელი და გვარი გაქვთ მოხსენიებული რასთან დაკავშირებით? ჩემს საქმეზე ასეთ შევრე. ბატონო, ქმედებებს დაღავის დაეწერება წერილი. თქვენ უნდა განიხილოთ? დიახ, მე უნდა განვიხილო ეს წერილი რა. აი, აბა რა განიხილეთ? ეს ეხება, ეგ მე არ მაწერია, რაც ეხება საქმის გარემოებებს, ეგ მე მაწერია. არა, რაც გამოგიგზავნათ ახლა, რაც მითხრა კანცელარიამ, ყველაფერი თქვენ დაგეწერათ ეს ორივე. თქვენ გამოძიებას არ მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია, ჩემთან ადგილზე რო ბრძანდებოდით, მე საუბრეთ ტყვილები, როვითომ თქვენ გეძინათ ტრანზაქციის განხორციელების დროს და Google-ის ორმაგი ავთენტიფიკატორი თქვენ არ გაგაქტიურებიათ. საქმეზე ყველა მტკიცებულება რომ მოვიპოვეთ, სრულიად საპირისპირო დაფიქსირდა და ეს მე ვიცი რატომაც დაფიქსირდა ასე და რა იყო თქვენი მიზნები. თქვენ რაც არ უნდა იყვიროთ, იჩხუბოთ, თუ არ იქნება კანონის თანახმად ტყუილები დავწერეთ თქვენ ახლა თქვენ ბრალს დებთ პატივცემულო ერთი წუთი დაზარალებულს ბრალს დებთ ბატონო მორეს მე ბრალს ვერავის ვერ წავუყენებ არა ბრალი დამდეთ ახლა მე თქვენ დაზარალებული ვარ და ბრალი დამდეთ რომ მე მოგატყუეთ თქვენ ერთი წუთით მე დამასრულებინეთ საუბარი მომატყუეთ არა თქვენ ჩვენებაში არ დააფიქსირეთ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენ აღნიშნავთ რომ მე ტყუილები მოგაწოდეთ ტყუილი ინფორმაცია წინარე პერიოდში ის ფიშერული ლინკი თქვენ სადნახეთ ეგ არ დაგიფიქსირებიათ და ურეკავთ კომპანიის წარმომადგენლებს აგინებთ რომ ვერ ახორციელებთ ტრანზაქციებს იწყებთ კითხვარის შევსება ააქტიურებთ Google-ის ორმაგ ავთენტიფიკატორს და ახორციელებთ ტრანზაქციას ეხლა მომიხმინეთ რამდენიც არ უნდა იყვიროთ ბატონო მორეს თუ მტკიცებულებები არ იქნება მე ბრალს არ წავუყენებ არავის ერთი წუთი მტკიცებულებები ეხლა თქვენ მე ერთი წუთი თქვენ მე ახლა ბრალი დამდეთ რომ თითქოს და მე მოგატყუეთ რაღაცა და თითქოს და ის რა ქვია მე განვახორციელებ ტრანზაქცია არ მეძინა ეს რა სისულელეა ის ჩვენებაც რაც გამომძიებელთან დააფიქსირეთ იმის დაფიქსირებაც არ გინდოდათ ეს არის რეალობა სისულელეს მეუბნებით ტრანზაქცია კი არ განვახორციელე უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით გაკეთებულია ტრანზაქცია რას მელაპარაკებით შეცდით და შეცდომაში შეხვედით თქვენ თავზე ხართ ალბათ რა შეცდომაში შევედი რეებს იგონებ მტკიცებულებები აგერ რომ ტრანზაქცია განხორციელდა უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით სერვერიდან რა გარღვეულა ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია Google ავთენტიფიკაცია მინდა პატარა ის გავაკეთო რა ქვია განმარტება ესე იგი ხო ამბობს არა უსაფრთხოების წესების პირდაპირ აშკარად თვითონ ჩვენებასაც იძლევა ერთ-ერთი ღვინიანიძეა ჩვენებაში წერს რომ ჩვეულებრივად Google ავთენტიფიკატორი დაემატა იმის გარეშეო რა ქვია SMS კოდის გარეშეო ავტომატურადო რაც არ არსებობს მსგავსი ბუნებაში ანუ ტყუილს წერენ გესმით და ფაქტია რომ უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით მოხდა ტრანზაქციაც ზოგადად, იმიტომ რომ ტრანზაქციას განხორციელდა მხოლოდ Google ავთენტიფიკატორით და არა ორმაგი ავთენტიფიკატორით, ანუ Google ავთენტიფიკატორის გენერირება, ესე იგი, მოხდა იმით რა ქვია, SMS კოდის გარეშეო.
თვითონ აღნიშნავენ თავის ჩანაწერებშიც. რაც შეეხება IP მისამართს, საიდანაც ფრის გავიდა, ჩემს ანგარიშზე არ ჩანს უსაფრთხოების ლოგებში, გესმით? და ეს ყველაფერი იცის ამან და ტელეფონში მაინც თავისას უბერავს რა. აი პირდაპირ აშკარად ჩანს, რომ კორუმპირებულია და მალავს რა ფული გარიგებაშია. აქ არის აი როგორც გითხარით, მანამდე არის ეგ აქვს გეგმა რა. გადარიცხეს იქით და მე თავისი დანაშაული, საერთაშორისო დანაშაულის ხელის შეწმენდა უნდათ ჩემზე. ხვდებით? აი ეს მომენტია მეტი არაფერი. ვინ გააქტიურა? ავტომატურად გააქტიურდა? დეტალურად მოვისმინეთ თქვენი. რა დეტალურად მოისმინეთ, კაცო? ორფაქტორიანი. Google ავთენტიფიკატორი ვინ გააქტიურა? ჩემ კოდზე არაფერი მოსულა ჩემთან. Google-ის ორმაგი ავთენტიფიკატორი. ეს საქმის მასალა. როგორ აკეთებ? ვერ გავიგე. თქვენ გააქტიურეთ Google-ის ორმაგი ავთენტიფიკატორი, იმიტომ რომ ვერ ახორციელებთ. ანუ კიდე აქ შევიტან პატარა შენიშნას, ანუ პროკურორი ამბობს, რომ თქვენ გააქტიურეთ ორმაგი Google ავთენტიფიკატორიო. ანუ ორმაგი ნიშნავს, ერთი უნდა იყოს Google, მეორე უნდა იყოს, ესე იგი, ის რა ქვია, SMS კოდი. გესმით? ანუ SMS კოდი ჩემ ტელეფონზე, ანუ ჩემ სახელზე ხო იყო რეგისტრირებული თვითონ ანგარიში ხო არის ეს პლატფორმა, სადაც ეს MyCoins-ის პლატფორმა. ანუ ესე იგი არა მსგავსი საქმის მასალებში, რასაც პროკურორი ამბობს, მსგავსი გარემოება არ არსებობს. ანუ პირდაპირ ტყუილს ამბობს რა. მაგრამ ეს ტყუილი, აიმიტომ არის გაგიჟებული, წაშალე. არ წაიშლება, ეს კი არ წაიშლება, პირდაპირ გადაეცემა უცხოეთის სპეცსამსახურებს და აი ამ ქალს ნახავთ, მე რა მოუვა თავისი უფროსებია. რატო იტყუებით, პატივცემულო? იტყუებით. სწორედ ამის გამო რეკავდით კომპანია, ეს მე მტკიცებულება. იტყუებთ, მანახეთ მტკიცებულება, მე მაგ ყველაფერი მაგდა. თქვენ კორუფციულ გარიგებაში ხართ მეთქი ტყუილა? კი არა ვთქვი მე. აი ხლა რა ტყუილებს ამბობთ? მტკიცებულებებით მიდევს იმის გარშემო. მაჩვენ მე გადმომეცით ეგ მტკიცებულებები? ყველაფერი გაქვს გადმოცემული ბატონო მორეს. ანუ ესე იგი რომელი ყველაფერი, რომელი რიცხვიდან მაგ გადმოცემული? ყველა მტკიცებულება რაც საქმეშია გადმოცემული გაქვს. იანვარში გადმომეცით ბოლოს, ხო? მეტი არაფერი, ხო? რეგულარულად მირეკავთ და ვცდილობთ ზემოქმედება მოახდინოთ ჩემს. რა რეგულარულად გირეკავთ, კაცო? 3 თვე არ დამირეკი ახლა. რო არიგებდი ტელეფონს დავრეკე გალატის ნომერს. ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფო. ზემოქმედებას კი არ ვახდენთ, თქვენ კორუფციულ გარიკორუმპირებული ხართ, ასეთ რაღაცებს რომ მეუბნებით. ბრალი დამდეთ ახლა, მე დაზარალებულს ბრალს მდებთ, რომ მოგატყუეთ ჩვენება, მოგეცით ხუილები. პროკურატურაში კოორდინატორთან რეკავთ და მე შეურაცხყოფს მაყენებთ. კოორდინატორთან კი არა, ყველასთან დავრეკავ და ამ საუბარსაც ვიწერა. კორუმპირებული ხარ და დაზარალებულს ესე ბრალს მდებ, რომ შენ გააქტიურეო. შენ მე კი არ გავაქტიურე, შენ მოიპარე. შეკრული ხარ, აი ხლა მაგას რომ მეუბნები, პირდაპირ აშკარად ჩანს, რომ შენ მოიპარე და შენ ხარ შეკრული და გადმოგირიცხეს ეთქობა კრიპტოვალუტები და ფული გიდევ შიბეში. შენ თუ არ დაამტკიცებ მაგას, მე რომ მოგატყუე მაშინ, შენ დამიტკიცე. შენ დამიტკიცე. ამებისთვის, რაც მე რეპუტაციულად მაზიანებს, მოგთხოვთ პასუხს. კი ბატონო, კი ყველაფერი დაწვრილებით. აი ეს სიტყვები. დაწვრილებით შედგენილი მაგ ყველა თქვენ გამძართ, თქვენ მომპარეთ ფული. $8,000 დააბრუნეთ და ზემოდან 20,000-ის დაამატეთ კიდე, რომ გამძარცვეთ. შემოქლებებს და მე თქვენ არ მოგცემთ უფლებას ესე უსაფუძვლოდ მეძახოთ კორუმპირებული. ეს მით ჩემი რაც გეუბნები? თქვენ მე დამდეთ ბრალი ცრუ ჩვენების მიცემაში. თქვენ მანამდეც იმუქრებოდით მაგას. ეს ჩანაწერი არის რომ ემუქრებოდით. ძალიან კარგი, სასამართლოს აუცილებლად მიმართავ და ჩემ უფლებებს დავიცავ, იმიტომ რომ თქვენ უსაფუძვლოდ მე კორუფციაში გადანაშაულებ. შესაძლო კორუფციულ დანაშაულს. გარიგებაში ხართ კომპანიასთან, დიახ. აი ხლა რაც მითხარით, აი ეს უნდა დაადასტუროთ თქვენ. ეხლა რაც მითხარით, რომ მე ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორი განვახორციელე ტრანზაქცია. აი მაგაში იტყუებით და სპეციალურად იტყუებით ახლა, იმიტომ რომ კორუფციულ გარიგებაში ხართ. მტკიცებულების შინაარსი არ მოგწონთ, ეს თქვენი რომელი მტკიცებულები სადაა მტკიცებულება მაჩვენეთ? მაგას მიხვეწები 8 თვეა მტკიცებულება მაჩვენებთ. მოგწონთ თუ არ მოგწონთ? მაჩვენეთ მტკიცებულება 8 თვეა ვითხოვ. 8 თვეა ვითხოვ მტკიცებულებას, კაცო. თუ არ მექნება შესაბამისი
მტკიცებულებები კონკრეტულ პირზე, ბრალის დადგენილება ვერ იქნება ფიზიკურად გამოტანილი. ეს კარგად გაიაზრეთ. და ეხლა თქვენი ჩხუბით და ყვირილი მიარგი ჩხუბები თქვენ ბრალი დამდეთ მე რომ მე მოგატყვეთ სრულჩვენება მოგეცით ხო ეგრეა ხო ესა თქვით ახლა სრულჩვენება არა ინფორმაცია არ იტყუებიო მოიტყუე არ გეძინაო და ტრანზაქცია შენ განახორციელო ეს მითხარი ტრანზაქცია მე განვახორციელე ოხატიაში რეკავდით და თქვენ ეგ მე აქ ჩემთან რო ბრწებოდით მომატყუეთ ბატონო მორეს და გამომძიებათა რომ მიბრძანდით გაიქეცით იმიტომ რომ მობილურში ორმაგი ავთენტიფიკატორი მაქვსო და არახვედით ტელეფონი არ აიტანეთ რა ორმაგი ავთენტიფიკატორი ვერ გავიგე ტელეფონი რომც არ ავიტანო არავისთან აგერ არის ტექნიკური შესაძლებლობა და შეგიძლიათ სერვერიდან გამოიტყოთ ჩემი ტელეფონი რა შუაშია ვერ გავიგე ჩემთან რატო არ ამოიტანეთ ის ტელეფონი Gmail ანუ განმარტებას გავაკეთებ, ესე იგი ამბობს რომ თითქოს და ჩემს ტელეფონზე ორმაგი ავთენტიფიკატორი მქონდა გააქტიურებული და ესე იგი ამ გზით გავიტანე ის რა ქვია, ტრანზაქცია განვახორციელე. ეს არის ტყუილი, რადგან ტელეფონის გარეშეც შესაძლებელია მარტივად სერვერიდან ამოიღოს ნედლი მტკიცებულებები, ნახოს მეთოდი აი ამ კომპანიიდან, ნახოს მეთოდი მე როგორც დაზარალებული ხო? ნახოს მეთოდი ტრანზაქციის განხორციელების რა გზით და რა მეთოდით მოხდა ტრანზაქცია. ორმაგი ავთენტიფიკატორია, სამმაგია თუ ერთმაგია, ნახოს. მაგრამ ეს ძალიან კარგად იცი რომ ორმაგი ავთენტიფიკატორი არ ყოფილა, ორმაგი ავთენტიფიკატორით გატანილი არ ყოფილა, იტყუება. ეს არის სერვერიდან გატანილი, ყველაფერი სპეკულაციები ამათ აქვს აღებული ფული, კორუფციულ გარიგებაში არიან კომპანიასთან კომპანია ვინაა? ქართული პლატფორმაა, ესე იგი, ეროვნული ბანკის პროექტით ლიცენზირებული და რეგისტრირებული კომპანია, ეს რა ქვია, საინვესტიციო პლატფორმა კრიპტოაქტივში, ანუ ციფრულ აქტივში. გესმით? ანუ ვინ ხელმძღვანელობს მაგას? ეხლა ვიღაცა რიგითი მოხალხე ხო არის ხელმძღვანელებს, ხო მან მუშაობენ უჭრების თანამშრომლები. ერთგვარი პორტალია, იქიდან ფულის გათეთრება, ნარკოტიკები, პედოფილიური ორგანიზაციების დაფინანსება, ომისა და ტერორიზმის დაფინანსება, ყველაფერი ხდება აი მან პორტალიდან, ანუ ერთგვარი პორტალია ღია, რომელსაც ჭირდება კონტროლი. ვინ აკონტროლებს? ქართული უჭრება, რა თუნდა მაგას დიდი ფილოსოფია. რა თუნდა მაგას, ანუ ამათი გაკეთებულია, ამათმა გაიტანეს ფული, გადაიტანეს სადღაც გაურკვეველ მისამართზე, მაგრამ მათთვის გარკვეულ მისამართზე. გადარიცხეს ან საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინეს. ჩემი სახელით უნდა გააკეთონ ეგ ლამაზი, რომ ვითომ მე დავაფინანსე ვიღაც ტერორისტები. არა და თვითონ დააფინანსეს. და მეთოდი მე მაგას სერვერთან მეცდომა არ მაქვს, ელემენტარული როგორ მექნება, მაშინ ჰაკერი უნდა ვიყო, ხო? რა სისულელია, ხო? ამათმა თვითონ გააკეთეს შიქიდან და მალავენ, ანუ გადაგზავნეს სადღაც დააფინანსეს ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და სახელმწიფო თვითონ ქართული სახელმწიფო ჩადის მაგ დანაშაულს. აგერ ფაქტები ყველაფერი ჩაიხედოს ვისაც უნდა და ნახოს რომ ყველაფერი არის ტრანსნაციონალური დანაშაული ჩაიდინეს. ანუ ტერორისტებთან აქვს პირდაპირ წვდომა და კავშირი. მე რა შეიძლება რუსები დააფინანსეს, შეიძლება უკრაინული ტერორისტები დააფინანსეს, შეიძლება რუსი ტერორისტები, რავი ვინ დააფინანსეს, გაიგებთ, ვერ გაიგებთ ხო? თვითონ იციან, მაგრამ ფაქტია, რომ ალავენ მაგ გარემოებას, ანუ მე მომპარი საკ დიდი ფული არა $8,000 მილიონები არა, მაგრამ $8,000 ელემენტარული. რამოდენიმე ტონა საწვავს ვერ იყიდი, რა თქმა უნდა. ტერორისტებს მეტი კი არ უნდა საწვავი უნდათ. გადაურიცხე ფული, გადაურიცხე, ეგაც ერთგვარი ისაა, ხო? იარაღს იყიდი $8,000 დეტონატორს ვერ იყიდი დეტონატორს. ტერორისტებს აქვთ ეგ თავარია ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ქართულმა მხარემ. ეგაა მეტი კი არაფერი. აი ეგერ გავაგრძელოთ და ამაზე მაგ დავა, რომ ჩემზე უნდათ მე რამოდენიმე წელი რო გავა, იქ რო გამოიძიებენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, მოვა ჩემამდე. გაიგე, კი, კაია, ახლა ბოლო ისინი ესე ჰაერზე ხო არ დამიჭერენ მართალია, მაგრამ გამოგეკავენ და არასწორად აყავთ წარმართული, მაგრამ რა ვიცი, აბა მაინც ცდელობა აქვთ ამ ვირებს ამათ. გაქვთ გააქტიურებული. Gmail-ი რატო უნდა გიწყე? Gmail-ზე მე მთელი ჩემი ცხოვრების ინფორმაცია მიდევს და რატო უნდა მოგცე მესამე პირ შენ ვერ გავიგე. პროკურორი კი არა, ვინც არ უნდა იყოს. გამოჩნდებოდა რომ თქვენ რა მთელი მტკიცებულებები გინდა გამინადგუროთ და წამიშალოთ? აი მაგით უარ გაძლევთ ჩემ Gmail-ს და არა გაქვს უფლება ჩემი Gmail-ის მოთხოვნა და პაროლების. პაროლებს მე თქვენ მოგეცით ყველა ინფორმაცია, ცუდომა რო ქონოდათ ჩემს ანგარიშზე. ჩემს ანგარიშზე ცუდომა მოგეცით, ხო შეხვედით, ხო ნახეთ. კარგი ამსაუბრებს რომ იცით, რომ ყოფილა წარადგინეთ ხოლმე როდესაც საუბრობთ. მე შემქმენი გვერდი. აი ნახეთ, ძალიან კაიგია რომ იცერთო. ესე იგი ძალიან კარგად იცოდა რომ ვიცერდი. ნუ პრინციპში რომც არ ცოდნოდა, მაინც
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაგას, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ, მე ვარ კონტაქტში უშუალოდ, მხარე ვარ, ვესაუბრები პროკურორს. კი არ ვესაუბრები ამაზე, რა ქვია, სიყვარულზე და იმაზე კი არ ვსაუბრობთ, რა ქვია, ინტიმურ ცხოვრებაზე. ან პირად ცხოვრებაზე. აქ საუბარია პირდაპირ საქმის გარემოებებზე. და აგერ კიდე ის საერთაშორისო დანაშაულზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულზე. დით უგნებავთ გადმოგიგზავნით მაგასაც შევქმენი Google Drive-ი შევქმენი და ყველა ინფორმაციას მანდებ პატივცემულო. ყველა ინფორმაციას მანდებ და გეუბნებით პირში, გეუბნებით ყველა მტკიცებულება მაქვს იმისათვის ყველა მტკიცებულება მაქვს იმისათვის, რომ დოკუმენტი, იგი ტრანზაქცია მოხდა უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით სერვერიდან მეთქი. ეს დოკუმენტაცია წარმოგიდგინეთ თქვენს, რომ სერვერიდან მოხდა და ჩემ ანგარიშზე არ ყოფილა, ჩემი ანგარიშთან არ ყოფილა გატანილი. IP მისამართი რატო არა ჩემს ანგარიშზე? გეკითხებით, თუ მე Google ავთენტიფიკატორი Google ავთენტიფიკატორი როგორ დაემატა, როცა SMS-ი არ მოსულა ჩემ ტელეფონზე. მე ხო წარმოვადგინე მტკიცებულება. Google ავთენტიფიკატორი Tetris-ია როგორ გაიარა, როცა SMS-ი არ მოსულა ჩემ სახელზე, ჩემს ნომერზე. და პლუს ტრანზაქცია როგორ განხორციელდა, როცა SMS-ი არ მოსულა ჩემს ტელეფონზე. რეებს მელაპავარ მე როგორ განვახორციელე ის რა ქვია ტრანზაქცია, როცა SMS-ი არ მომსვლია. განმარტებას გავაკეთებ. გავაკეთე, ესე იგი, იმ დღეს, ესე იგი, მოხდა ესეთი რაღაცას. ხელოვნურად დამიბლოკა კომპანიამ ანგარიში, შესყიდვის პროცესი მქონდა, აუთვისებელი ფულის. შემდეგ კომპანიამ ხელოვნურად დაბლოკა, რო ვერ მყიდულობდი, მერე განბლოკვა გააკეთა, ანუ ჩემი მოთხოვნით, ანუ მე და აი მაგ დროს მოხდა მანიპულაცია, მაგრამ მერე შესყიდვები გავაკეთე, იქნებოდა ესე საღამოს საათები, უკვე 7-დან 8 საათამდე, ან უფრო ნაკლები დრო, ზუსტი ესე არ მახსოვს წამები, მაგრამ რაც მახსოვს, მე დავიძინე, მე ადრე ვიძინებ ხოლმე ზოგადად და როცა გავიღვიძე ღამის პირველ საათზე თუ 2 საათზე კიდევ ნახე ბაზარი ცენტრალური, კიდე დაცემული, მინდოდა იმ აუთვისებელი $4,000 შესყიდვა კრიპტოვალუტის და ნახე პლატფორმა განულებული იყო ჩემი კრიპტოვალუტა. ხო, რაც შეეხება ფულზე ხელი არ იყო დადებული. ხვდებით რა აფერისტები არიან. ანუ გადმოხედე, შევხედე და ფაქტი ისაა, რომ აღარ იყო თანხა და აი რო გავიღვიძე, აღარ იყო თანხა და ეს ქალი ამბობს, არა შენ არ გეძინა, თითქოს იქ იყო და თითქოს რაღაცა დაადგინა. რა სისულელეა, ელემენტარული ტრანზაქცია მოხდა არაავტორიზებული გზით, უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით და ეს პირდაპირ საქმის მასალებით პირდაპირ ჩანს, აშკარად არაო ამტკიცებს ეს მაინც. ეს ვინა ეს ხისთავიანია მართლა რა ბოდიში გამოთქმაზე რა. ძალით ხისთავიანები არიან რა. ძალით იდებილებენ თავს რომ მე აი ესე გაწვევიან რა. თანისი იმას კი ვერ ხვდება რომ მე დაზარალებული ვარ. კი ვერ აანალიზებს, ახ ცდილობს ყველაფერს ესე პარტხალებს რომ ბრალდებულის კონტექსტში გადაიტანოს. თავიდანვე რომ მიმართე, ეგ იყო მის მიზანი და მცდელობა. ეგას დავაფიქსირე თავიდან შარშან ნოემბრის თვეში. რეებს პაკადურლობენ ეს ვირები ესენი. გენერირება როგორ მოხდა Google ავთენტიფიკატორის, როცა SMS-ი არ მომსვლია, გენერირება ხო უნდა მომხდარიყო ანგარიშზე. ეს ყველაფერი მე ხო წარმოგიდგინეთ, ხო მოგეცით შესაძლებლობა რომ შესულიყავით ჩემს ანგარიშზე, MyCoins-ის პლატფორმაზე. ეს ყველაფერი ხო დავამტკიცეთ ჩვენ და თქვენ ისეც მითხარით სიტყვიერად, რომ აი კი ბატონო, აი უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა კომპანიის მიმართო. ჩვენება რომ მოგცათ კიდე კომპანიამ. იქ რო ტყუილები წერია. ამას ვერ აანალიზებთ. და მე მეუბნებით, ახლა თითქოს მე მოგატყუეთ რამე. რა მოგატყუეთ, ვერ გავიგე, მე ვარ დაზარალებული და კიდე აქეთ მე მაწვევებით, მე გატყუეთ თვითონ რამეს. ვაძლევთ ბატონო მორეს. როგორ? და ესე იღანცხოთ იყვია. ატიცემულო, ნახეთ, 8 თვია ვერ მივაღწიე იმას თქვენიდან, რომ თქვენ ელემენტარული მტკიცებულებები გამოითხოვოთ, ნედლი მტკიცებულები. ამას ვერ მივაღწიე, სულ ამას წერ მთელი ის, რომ შეხედო მთელი ჩემს წერილების იმას, შინაარს ადამიანმა. და მე მუქრებით, ახლა კიდე ქვეტექსტებით მე მუქრებით, რომ მე თითქოს თრუჩვენება მივეცი გამოძიებას, მოვატყუე გამოძიება, შენ არ გეძინა, რა არ მეძინა, გეუბნები, მეძინა, არ მეძინა, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის არის, ალბათონო პროკურორო. თავარი იცით რა არის? ტრანზაქცია რო განხორციელდა უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით. ამას ვამტკიცებ მე და თქვენ მეუბნებით არაო. პატივცემულო, ტრანზაქცია განხორციელდა უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით, თქვენ ხო ეს იცით? გამითიშა მერე ტელეფონი.
შეხედეთ, წარმოიდგინეთ, ზოგადად დაზარალებული ნიშნავს, რომ სახელმწიფო იცავს დაზარალებულის უფლებას. აქ შემთხვევაში ბრალდებული მხარე არის კომპანია, ანუ შპს. და ეს შპს რეალურად წარმოადგენს ერთგვარ იმას რა ქვია, როგორ ადავარქვა, მასკამ ის, ანუ სახელმწიფო იმალება ამ შპს-ს უკან, ანუ სახელმწიფო კურირებს. გესმით? ესაა მთელი და ჩადიან უსაშველოდ, ესენი არიან უკონტროლო ხალხი, თან დებილების ბანდა, გესმით? არაადეკვატური დებილი ხალხის ბანდა. გონიათ რომ რაღაცა იციან და ამ დროს იმხელა დანაშაულობებს ჩადიან, რომ შეიძლება ერთხელაც იქნება ვიღაცამ ავტომური ბომბა ესროლოს და ამოწყვიტონ ეს საწოდავები ესე. ისეთ რაღაც ტერორისტულ რაღაცებშიც იქექებიან და ჩადიან და თან სხვის სახელით უნდათ რომ რიგითი მოქალაქეებს შეაწმინდონ ხელი. ესეთი არაპროგნოზირებადი ავადმყოფი ესენი არიან ტვინით და გენეტიკით ავადმყოფი ხალხი. რა უბედურობაა, ვეღარ გავიგე რა.